მოგესალმებით, ეს ჩვენი mentorship-ის მესამე ვიდეო უკვე და წინა გაკვეთილში ვისწავლეთ როგორ იკითხება სანთლები, საითმის ტრენდი და ასე შემდეგ და უკვე დღეს გადავალთ მნიშვნელოვან ნაწილზე, რასაც support-ი და resistance-ი ქვია, ანუ მხარდაჭერის და წინააღმდეგობის დონე, რომლის გარეშეც ტრეიდინგში უბრალოდ ბრმად ითამაშებ. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის და მოდ დავიწყოთ. პირველ რიგში support-ი და წინააღმდეგობა მარტივად წარმოვიდგინოთ არის თქვათ რეზინის ბურთი ოთახში, იატაკი არის მხარდაჭერა და ჭერი არის წინააღმდეგობა. მხარდაჭერა ეს არის support-ი, ანუ ეს არის ფასის დონე, სადაც მყიდველები აქტიურდებიან და არ უშვებენ ფასს უფრო დაბლა. კიდე მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას. ანუ მარტივად რო ვთქვათ გრაფიკზე აი ეს აქ არის support-ი, აქ არის resistance-ი. მხარდაჭერა, წინააღმდეგობა. და ეხლა რა ხდება? support-ი სადაც არ უშვებს ფასი დაბლა და მიწოდებას და წინააღმდეგობა ეს არის დონე, სადაც გამყიდველები ძლიერდებიან და ფასს ზემოთ არ უშვებენ. აქ მიწოდება უფრო მეტია მყიდველს, მაგალითად ეს ზონა არის აი ეს. მარტივად რო ვთქვათ, როგორ ვიპოვოთ ეს დონეები გრაფიკზე. ბევრს გონია, რომ ეს ერთი კონკრეტული ხაზია, მაგრამ დაიმახსოვრეთ, ეს არის რაღაც კონკრეტული ზონა და არა ხაზი. ეხლა ნახე როგორ ვხაზავთ. ვეძებს წერტილს, სადაც ფასმა მინიმუმ ორჯერ მიარტყა ერთ და იგივე დონეს, მაგალითად აი აქ. აქ ორჯერ მიარტყა ერთ და იგივე ზონეს და გვაქვს support-ი. ანუ ერთხელ დააპირა, ვერ წავიდა დაბლა, არა, სამჯერ მიარტყა, აქ სამჯერ გვაქვს. წავიდა მაღლა, ვერ მიარტყა, ეს უკვე მეორე, აქ ჩამოვიდა და ვერ გააგრძელა ქვემოთსვლა, ავიდა. ჩამოვიდა და ისევ ვერ გააგრძელა ზემოთ ასვლა და ისევ ზევით ავიდა. და აქ თავისთავად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ეს არის resistance-ი და ეს არის support-ი აქამდე. იმიტომ რომ აქ ვერ არღვევდა, აქ დაბლა ვერ არღვევდა. იმიტომ რომ წინა გაკვეთილში როგორც გავიარეთ, გარღვევა უნდა იყოს მინიმუმ აი ესეთი დიდი სანთლის, როგორც აქ გვაქვს. რაც უფრო დიდ time frame-ზეა დონე, მაგალითად 4 საათიანზე ან 1 დღიანზე, უფრო დიდი ძალა აქვს ამ ყველაფერს. ასევე ტრეიდინგში არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კანონი, სადაც წინააღმდეგობის დონე ირღვევა, ის ხშირად ხდება მხარდაჭერის დონა და პირიქით, თუ ფასმა გაარღვია ჭერი და ზემოთ ავიდა, შემდეგ დაბრუნებისას ეს ჭერი უკვე მისთვის ხდება იატაკი. და აი მაგალითად ასე შეგვიძლია განვიხილოთ, აქ გაარღვია და უკვე ეს მისთვის support-ი ხდება და არა resistance-ი. აი ეს ზონა ხდება support-ი და არა resistance-ი. უკვე resistance-ი გახდა აქ ამ შემთხვევაში აი ეს ზონა. ახლა უშუალოდ პრაქტიკული რჩევა, თუ აი აქედან როგორ შევძლებთ რომ ვიბაჭოთ. პირველ რიგში არასდროს არ უნდა გავხსნათ პოზიცია მხოლოდ იმიტომ, რომ ფასი support-ში შევიდა, ან ფასი resistance-ში შევიდა, ანუ მხარდაჭერაში ან წინააღმდეგობაში, არამედ უნდა დაველოდოთ სხვადასხვა დადასტურებებს. და ამას უკვე მე შემდეგშიც გავუვლით რა როგორ. ანუ თუ support-ში მიარტყა, ბულიში რაღაც დადასტურება უნდა გქონდეს. და რაც იდეალური სიგნალი იქნება ჩვენი სტრატეგიის მიხედვით. ბარემ აქვე რო ვთქვათ, stop loss ყოველთვის ვაყენებთ დონის ოდნავ ქვემოთ, მაგალითად თუ აქ ვხსნით trades, ძალიან მაგალითისთვის ვიტყვი, აქვე არ ვაყენებ stop loss, ვაყენებთ ოდნავ დაბლა. იმიტომ რომ შეიძლება რომ ეს გატესტოს და მე წავიდეს ზემოთ, ასე რომ ზუსტად ამ წერტილზე არა ვარ ოდნავ დაბლა. ეს უბრალოდ მაგალითს მოვიყვანე, უცებ გასაგები რო ყოფილიყო. ხო, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აი ეს იყო support-ი და resistance-ი, ამ ვიდეოსთვის სულ ეს იყო. ახლა თქვენთვის დავალება ის, რომ გახსნათ trade view-ი და რომელიმე კონკრეტულ ყველზე, მაგალითად gold-ზე ან euro-USD-ზე იპოვოთ მინიმუმ 5 ძლიერი და მხარდაჭერის ზონები, როგორც აქ გვაქვს. თუ როგორ გამოვიყენოთ ეს დონეები, ინდიკატორები და ასე შემდეგ, ამას უკვე შემდეგ გაკვეთილში განვიხილავთ და ამისთვის უკვე უნდა გამოიწეროთ ეს არხი, რომ შემდეგი ვიდეოები არ გამოტოვოთ დროებით.